გამარჯობა, ლევან ჯანგირაშვილი, თადარიგის მასტერ სერჟანტი არის დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ლევან შენი დროისთვის. ჭირს ხოლმე ლევანისნაირი მამაკაცების გამოჭერა ინტერვიუზე დათანხმება განსაკუთრებით, მაგრამ მადლობა ყველა შემთხვევაში ამისთვის და მე მინდა რომ ლევან შენ გთხოვო ვისაუბროთ ქართულ ჯარზე, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ განვითარდა ჯარი იმ დღიდან, როდესაც შენ გადაწყვიტე, რომ შენი ცხოვრება დაგეკავშირებინა ქართული ჯარისთვის და ამ საუბარში ძალიან ბევრ მიმართულებას გამოვკვეთოთ, განსაკუთრებით იმას, რა ჯობია, როგორ ჯობია და შენი თვალით დანახული როგორი იყო ქართული არმია და როგორი არის დღეს. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და საშუალებისთვის, რომ ჩემი ესე ვთქვათ, გულის ტკივილი გამოვხატო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იმ დღიდან, როდესაც მე ქართულ ჯარს შევუერთდი, დღევანდელი მოცემულობით ბევრი რაღაც შეიცვალა. ბევრი იყო კარგი, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია არ მაძლევს იმის უფლებას, რომ თქვა, რომ ეს ყველაფერი ისე გრძელდება. შედარებით შეიმჩნევა რეგრესი, ეს აშკარაა. მე პირადად საქართველოს შეერთულ ძალებს შევუერთდი 2005 წელს. უკვე მიმდინარეობდა თვითონ პროგრამა და ჩემ ქვედანაყოფთან ერთად გავიარეთ ჩვენ შენარჩუნებისა და სტაბილურობის ოპერაციების პროგრამა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან. შემდეგ ვიყავით ერაყში მათთან ერთად, ანუ იქ უკვე დაქვემდებარება იყო მეოთხე არმიის დაქვემდებარებაში ვიყავით ჩვენ ამერიკული ქვედანაყოფის და ის სრული სპექტრის ოპერაციები, რომლებსაც ჩვენ იქ ვატარებთ, ეს იყო ძირითადად ჩეკპოინტები, ეს იყო პერიმეტრის უსაფრთხოება, დასახლებულ პუნქტებში პატრულირება. ანუ იმდენად ახალი იყო ჩვენთვის, იმდენად ტევადი ინფორმაცია მეიღო ქართულ ჯარმა, რომ აი მე თვითონაც და ჩემი მეგობრები, ჩემი თანამებრძოლებიც აშკარად გავიზარდეთ, ასე ვთქვათ, როგორც რაში გამოიხატებოდა ლევან? პირველ რიგში ჩვენ შეხება ჰქონდა თანამედროვე აღჭურვილობასთან, როგორც არის ამერიკული შეიარაღება. არ მაქვს საუბარი მხოლოდ საცეცხლის საშუალებებზე, იყო იქ სპეციალური საშუალებები, სპეცტექნიკა, რომელთანაც შეხება აქ ნაკლებად ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით იმ დონეზე აღჭურვილი, იმ დონეზე შეიარაღებული და ამ ყველაფერთან შეხებაც, რა თქმა უნდა, ზრდის ჯარისკაცის ცნობიერებას და ზუსტად ეს არის ცოდნა, რაც ჯარისკაცს აყალიბებს პროფესიონალად. და აი ეს ცოდნა, რომელიც უშუალოდ ბრძოლაში ჩართვით, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით მიიღება, ეს არის შეუფასებელი, იმიტომ რომ ამას ერთადერთი მხოლოდ ის ქვედანაყოფი და ის ჯარისკაცი იღებს, ვინც მონაწილეობს ამაში. რაც არ უნდა თეორიული ბაზისი ჰქონდეს, თუ პრაქტიკაში არ ახორციელებ ამას, იმდენად ეფექტური არ არის, ეს არ განაპირობებს და არ აყალიბებს პროფესიონალიზმს. ეხლა 2005-ისთვის ბევრი არაფერი იყო, ეხლა მეც მახსოვს, რომ ძირითადად წვნა და აღჭურვილის დროს იგი საბჭოთა შეიარაღება იყო ქვედანაყოფებისთვის და პრინციპში ყველაფერი. აი მაგ მიმართულებით მაგ მხრივ რა იყო სხვაობა? სხვაობა ის იყო, რომ როგორც წესი მე შემდეგ უკვე ჩვენ რო გადავედით ეგრეთ წოდებულ ნატო სტანდარტებზე, ანუ ეს სტანდარტი რითი არის, მარტო ცარიელი სიტყვები არ არის. სტანდარტი უნდა იქნეს მიღწეული ცოდნით, შესაბამისი წვრთნით, შესაბამისი სწავლებით და რა თქმა უნდა, შესაბამისი ეკიპირებით და აღჭურვილობით. აი ზუსტად ამ ეკიპირებასთან და აღჭურვილობასთან ჰქონდა შეხება, ანუ ელემენტარულ სიტყვი შაშხანები, რომელიც არის ეგრეთ წოდებული M4, რომ შემოვიდა შემდეგ ჩვენ შეიარაღებაში, პირველად ერაყში მქონდა მე ვიზუალურადაც და მომიწია კიდევაც იქ ამერიკელები ცდილობდნენ, რომ ჩვენც მივიახლოვებინეთ თავიანთ სტანდარტებთან და გვაძლევდნენ საშუალებას, რომ მათ შეიარაღებას გავცნობოდით უფრო ახლოს. რა სიახლე იყო ეს შენთვის, როგორც ჯარისკაცისთვის? იმას გულისხმობ, რომ რამდენად განსხვავებული მიდგომები იყო. აი ის, რაც მაგალითად 2005-მდე რაც ქსმენია, ან საბჭოთა ჯარის შესახებ, ან მერე დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის შესახებ და მერე უკვე მაგალითად ის, რაც დაინახე ერაყში. ამის ესე ვთქვათ, პარალელების გავლებაში დამეხმარა ჩემი გამოცდილება. მე თვითონ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავიარე საქართველოს სასაზღვრო ჯარებში 1998-2000 წლებში. აი ის რომ მახსოვდა და იმის შედარება რომ გავაკეთე ან პარალელო გავავლე იმ მოცემულობასთან რაც მაშინ იყო ჩვენ შეიარაღებულ ძალებში და
შემდეგ უკვე, როდესაც მართლა მომზადება დავიწყეთ და მართლა პროფესიონალურად ჩამოყალიბება დავიწყეთ, ეს იყო, არ ვიცი, აი ძალიან დიდი ნახტომი, ну რაღაც 5 წელი იყო გასული, ხო? 2000 წელს დავამთავრე სავალდებულო სამსახური და 2005 წლიდან უკვე პროფესიულ საკონტრაქტო სამსახურს შეუერთდი საქართველოს შეეულ ძალებს. აი ძალიან რადიკალურად დიდი სხვაობა იყო რა. იმიტომ რომ იმდენად დიდი ნახტომი იყო ყველაფერს, რომ მე თვითონ მიხაროდა, მიკვირდა და მიხაროდა, რომ მეთქი მოგეხსენებათ იმ პერიოდში 98 და 2000 წლებში ჭირდა საკვებიც, შუქი არა, წყალი არა, საკვები არა, ხელფასი ხელაბანო და ესეთი რაღაცა ხო ხდებით და იქ უკვე თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებული ინფრასტრუქტურა, ეკიპირება ელემენტარული, იმიტომ რომ ჯარისკაცმა რო იმბრძოლოს და ჯარისკაცი რო იყოს ბრძოლის უნარიანი, მას სჭირდება შესაბამისი ეკიპირება, შესაბამისი პირობები, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, რა თქმა უნდა, კვება და რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება. ეს ყველაფერი იყო იმ დონეზე წამოწეული ეს ფაქტორები, აი პირიქით იმ ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე იმ პარალელებს ვავლებდი იმ პერიოდთან, როდესაც მე მივედი საკონტრაქტო სამსახურში და აი რადიკალურად დიდი სხვაობა იყო. მართვა და კონტროლი? რა თქმა უნდა, მართვა და კონტროლი იმ პერიოდში, როდესაც მე სავალდებულო იმსახურე, ისევ საბჭოთა კავშირის პერიოდის, ასე ვთქვათ, მართვის სტილი იყო შენარჩუნებული. არ არსებობდა უმცროს მეთაურთა რგოლი, ეგრეთ წოდებული სერჟანტთა კორპუსი და მოგეხსენებათ, რომ სერჟანტები არ მინდა დავაკრინო ახლა ოფიცრების როლი ამ ყველაფერში, მაგრამ სერჟანტები არიან ის მცირე მეთაურები, ვინც იბრძვიან უშუალოდ ჯარისკაცებთან ერთად და მართავენ ბრძოლის პროცესში და ეს რგოლი არ არსებობდა საერთოდ სავალდებულო სამსახურის პერიოდში. აი თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებამ უკვე გამოაჩინა იმ მცირე ზომის მეთაურთა მომზადების აუცილებლობა, იმიტომ რომ თუ ეს რგოლი, რომელიც უშუალოდ მართავს ბრძოლის ველზე ჯარისკაცებს და რომელიც უშუალოდ იბრძვის ჯარისკაცებთან ერთად, არ ყავს სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, უკვე მართვა ჩვეულებრივად ჯაჭვური რეაქცია, ხო? ერთი რგოლიც რო გამოაკლდეს, უკვე ჩავარდნილია ქვედანაყოფის მართვა და ამან ძალიან დაგვანახა ყველა თითოეულ ჩვენთაგანს მე ჩვეულებრივად კაპრალი ვიყავი, რიგითი ჯარისკაცი ვიყავი, როდესაც ერაყში წავედით. მაგრამ მაშინ გამიჩნდა უკვე სურვილი, რომ მეც გამხდარიყავი ერთ-ერთი ლიდერი, მეთაური და მებრძოლა და მემართა ჩემი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე და როგორც მოგეხსენებათ, ჩემი კარიერის ბოლოს მივაღწია მასტერ სერჟანტის თანამდებობას და ბატალიონის სერჟანტის მოვალეობას ვასრულებდი, როდესაც დავტოვე შეერთებული ძალები. ერაყის შემდეგ როგორ განვითარდა? ერაყის შემდეგ ჩვენ რო დაბრუნდით საქართველოში, უკვე პირველი მეორე ბრიგადა დაკომპლექტებული იყო, ჩამოყალიბებული იყო და ყალიბდებოდა მესამე ბრიგადა. და აი ის დონე, რომელიც სიტყვაზე ქონდა პირველი ბრიგადის ჯარისკაცებს, მეორე ბრიგადის ჯარისკაცებს, ერთგვარ, ასე ვთქვათ, ნიშნულად იქცა, რომ აი ამ დონეზე უნდა გაწვრთნილიყო ყველა ქვედანაყოფი და შესაბამისად ჩვენი ქვედანაყოფებიდანაც პირველი ბრიგადიდანაც არჩეული იქნა ის წარჩინებული ჯარისკაცები, ვინც გამოირჩეოდნენ ცოდნით, გამოირჩეოდნენ ფიზიკური მომზადებით, ფსიქოლოგიური მომზადებით, თვითონ იქ მისიაში მონაწილეობის პერიოდში გამოჩენილი, ასე ვთქვათ, დამსახურებით და აი ამ სამხედროების და ამ ჯარისკაცების დახმარებით და უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ქვედანაყოფების შექმნა და ჩამოყალიბება. ლევან, უნდა გითხო, ბოდიში, რატო იყო გამორჩეული პირველი და მეორე, რატო იყვნენ სადღაც მაღლა? იმიტომ რომ ზუსტად ის, რაც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ჩვენ ქონდა მომზადება გავლილი ჩვენს პარტნიორ, სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეებთან. მე თვითონ პირადად მომიწია შემდეგ ავღანეთში მათთან ერთად მსახური, საზღვაო ქვეითებთან უშუალოდ, 2 მისია და არ მინდა არც მივცემ თავს უფლებას, რომ რაღაც კვეხნაში ჩამომართვას ვინმე, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მქონდა მაღალი, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირებთან შეხვედრა, სერჟანტები იქნებოდნენ ეს თუ ოფიცრები, ყველა ერთხმად აღნიშნავდა ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო, როგორ ვთქვა, მუხტს. იმიტომ რომ მხოლოდ ცოდნა თეორიული თუნდაც პრაქტიკული არ ქმნის ჯარისკაცს, არ აყალიბებს ჯარისკაცს მებრძოლად. ის გჭირდება რაღაც, მუხტი გჭირდება, საკუთარი თავის რწმენა გჭირდება და პირველ რიგში
ალბათ ჩვენი ცხოვრებისეული პირობებიდან გამომდინარე ზოგადად ვიბადებით, ვიზრდებით სტრესულ გარემოში და სტრესისადმი მეტად მედეგები ვართ, ვიდრე სიტყვაზე იყვნენ ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ეს ყველაფერი გვეხმარებოდა იმაში, რომ ყოფილიყავით ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრები ამ კოალიციური ჯარების შემადგენლობაში. არ მინდა რომ რაღაცას გადავახდე, რაღაცა დეტალებში შევიდე, თუმცა უნდა გკითხო. ერაყიდან ავღანეთამდე 2008 იყო. მან და არ შემოვალ რაღაცა სიღრმეებში ბევრი მიზეზის გამო, თუმცა მაინტერესებს აი ეს მომზადების დონე და 2008-ში მაგალითად რამდენად მომზადებულ მიუხედავად იმისა, რომ დროის მცირე მონაკვეთი ხო რამდენიმე დღე გაგრძელდა ბრძოლის აქტიური ფაზა, ხო? რაზეც უამრავი კითხვის ნიშანია და ალბათ ეს საუბრის სხვა თემაა, მაგრამ საინტერესო არის თვითონ ეგ მომენტი რა შენი თვალით დანახული. 2008-ში მე თვითონაც იქ გახლდით საომარ მოქმედებებში, მაშინ მეორე ბრიგადის შემადგენლობაში მსახურობდი და აშკარად შემდეგ უკვე ძალიან ბევრი დრო მქონდა ამაზე ფიქრისთვისაც, ამის გასაანალიზებლადაც და შედარებების გასაკეთებლადაც. ზუსტად იმ მომზადებამ, რომელიც ჩვენ ამერიკელებთან ერთად გავიღეთ, ზუსტად იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ ერაყში მივიღეთ, მეორე ბრიგადა, ძირითადად მეორე ბრიგადა, მეოთხე ბრიგადა ახალი დაკომპლექტებული იყო იმ პერიოდში და იყო მესამე ბრიგადა, რომლებიც უშუალოდ საომარ მოქმედებებში ვიყავით ჩართული. მე ვგულისხმობ ქვეით ქვედანაყოფები. რა თქმა უნდა, ხარდაჭერის ქვედანაყოფებიც აღსანიშნავია მათი წვლილიც და მათი უშუალო მოქმედებებიც. უშუალოდ ქვეით ქვედანაყოფებზე მაქვს საუბარი. აშკარად გამოჩნდა ის უპირატესობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა რუსულ შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა თითოეულ აი თუნდაც ათეულის დონის ქვედანაყოფს არ ჭირდებოდა ბატალიონის მეთაურისგან მიიღო უშუალოდ ბრძანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უმცროს მეთაურთა რგოლი იყო უკვე საკმაოდ გაზრდილი, საკმაოდ ჩამოყალიბებული და მცირე დონის ქვედანაყოფებად დაშლილი ბრიგადები მოქმედებდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში. და ზუსტად ამ მობილურობამ გამოაჩინა ის უპირატესობა, რომელიც ახლა რიცხობრიობას თუ შევადარებთ, ღია წყაროებით ნებისმიერ შეუძლია მოიძიოს, თუ რა დონის ქვედანაყოფი გვიტევდა რუსეთი, რა დონის ძალებით გვიტევდა და ჩვენ რა დონის ძალებით აღვდექით წინ მათ აგრესიას, ხო? თითქმის შეფარდება იყო 1/5-თან თუ მეტი არა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ის 5 დღე, როგორც ასეთი, ჩვენ არ დაგვიხევია არც ერთი ნაბიჯით უკან. ანუ თანაბარ, ასე ვთქვათ, ბრძოლაში მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და უბრალოდ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცოტა სხვა თემაა საუბრის ამის დეტალები, რატო მოხდა, როგორ მოხდა, ვინ რა შეცდომა დაუშვა, მაგრამ მე უშუალოდ როგორც ჯარისკაცი, როგორც ბრძოლის ველზე მოქმედი ჯარისკაცი, მე ხა არ მინდა ის დიდი სურათი გამოვკეთო და რაღაც პოლიტიკურ ჭრილში წავიდე და ვიღაცის შეცდომებზე ვისაუბრო, ჩვენ ვაკეთებდით იმას, რისთვისაც ვიყავით მომზადებული, ჩვენ ვიბრძოლეთ. რა თქმა უნდა, იყო დანაკარგებიც, მაგრამ ბრძოლა დანაკარგების გარეშე არ არსებობს და კიდევ ერთხელ გავუსმენდი, ხა ზუსტად ამ დანაკარგების სიმცირეც იმიტომ იყო, რომ ჩვენ ყველა კარგად ვიყავით მომზადებული ტაქტიკურად, ვიცოდით თვითგადარჩენის ხერხები, ვიცოდით ტაქტიკური გადაადგილება, ვიცოდით შენიღბვა, ვიცოდით თვალთვალი და ეს ყველაფერი დაგვეხმარა იმ ოპერაციების განხორციელებაში, რითიც ჩვენ 5 დღე წინ აღვდექით ამ დამპყრობლებს, რუსულ დამპყრობლებს. ლევან, ერაყი, აი ეს რამდენიმე თვიანი ეპიზოდები, 6 თვე ვიყავით ერაყში, კი. ომი საქართველოში, ანუ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მერე იწყება ავღანეთი, ხო? კი. აი უკვე ეს დაგროვილი გამოცდილება და ავღანეთის რაღაც სპეციფიკის გათვალისწინებით როგორ გადგებათ თქვენ? ანუ ქართველებს როგორ ადგებათ უშუალოდ ხმელეთზე? აი ერთ რაღაცას ვიტყოდი, არ მინდა ეხლა ეს რუსული ტერმინების გამოყენება, მაგრამ რუსებს აქვს ერთი ესეთი გამოთქმა აბსტრელენი. ანუ ტყუის ზუზუნს მიჩვეული ადამიანი სხვანაირად მოქმედებს ბრძოლის ველზე და პირველი ტყვია რომ ჩაგიფრენ სახესთან ან ყურთან გაგიწუილებს, საშინელი შეგრძნება. ამ ყველაფერს ელემენტარულს ვიტყვი, აი დავანებოთ თავი ყველანაირ ტაქტიკურ მომზადებას ჯარისკაცებმა ისწავლეს ბრძოლაში გადარჩენა. იმიტომ რომ კი იყო ერაყი, იყო იქაც რა თქმა უნდა, არაპირდაპირი ცეცხლი შეტაკებებიც, ნაღმებიც და ასე შემდეგ, მაგრამ ავღანეთი იყოს, აი როგორ გითხრათ,
მაშინდელი პირველად რო ჩავედით იქ ჰელმანდში კი 2012 წელს ჩავედით ჩემი ქვედანაყოფთან, მაშინ უკვე 23 ბატალიონის სერჟანტი ვიყავი. აი ჩათვალეთ ყოველი დღე იყო სიხარული იმისა რომ გათენდა. იმიტომ რომ არ იცოდი გათენდებოდა მე მომდევნო დღე თუ არა. ძალიან დაძაბულ რეჟიმში მოგვიწია ის 6 თვე და მე თვითონაც ვაკვირდებოდი. ახლა აქედან ჩვენი ჯარისკაცები, ვინც იყო ახალგაზრდა ბიჭები, უწერო უვაშო ხალხი და ავანდა რომ დავბრუნდით და ქვედანაყოფი რომ მოვაწყი და რომ გადავხედე, ის ბავშვები უკვე მეომრები იდგნენ წყობაში, ბავშვები აღარ იყვნენ. ანუ გამოაწვთო. ის მეომრული სული გამოაწვთო იმ ავღანეთმა და რა თქმა უნდა, ავღანეთი იყო ზღვა გამოცდილება, იმიტომ რომ ბრძოლაში, როდესაც შედიხარ, იქ არ იცი შენ გამოხვალ თუ არა უკან, მაგრამ უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ შენ ჯარისკაცი ხარ, ხო? აი ბრძოლიდან რომ გამოდიხარ და კიდე მეორე ბრძოლაში შედიხარ, კიდე გამოდიხარ, ეს იმხელა გამოცდილება, ეს სისხლის საფასურით მიღებული გამოცდილებაა და ზუსტად აი ჩვენი მონაწილეობა ამ გლობალური საფრთხეების კუთხით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ერთგვარად კი რომ გეკითხათ მაშინ ჯარისკაცისთვის იყო მოარული ესეთი ხმები რომ აი ფულის გულისთვის მიდიან ჯარისკაცები და უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ესეთი შედარება აი მოწოდინარი ხალხისგან ვინც ამ შეფასებებს აკეთებდა აი ვის რამდენად უღირს საკუთარი სიცოცხლე ხო $600-700 არა იქ ჩვენ მივდიოდი ჩვენი ქვეყნის გულისთვის იმიტომ რომ როდესაც შენი ქვეყნის დროშა გაკერია მხარზე და შენი ქვეყნის საქართველოს ჯარისკაცის სახელს ატარებ უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს და ამისთვის ღირს სიკვდილიც იმიტომ რომ ერთადერთი რის გამოც შეიძლება ადამიანმა დაუფიქრებლად თავი გაწირო ჩემი აზრით ეს არის სამშობლო და აი ამ სულისკვეთებით როდესაც იქ ჩვენი მოქმედებდით ავღანეთში და ერთმანეთს ვიცავდით ერთმანეთის სიცოცხლეებს უფრთხილდებოდით იქ ოჯახი არ არსებობს იქ შენ ხარ შენი თანამებრძოლია შენი ოჯახი ბრძოლაში რომ შედიხარ იქ არ გახსოვს არც დედა არც მამა არც შენი ძმა ის ძმა არის შენი ის არის შენი ოჯახი ვინც შენ გვერდში იბრძვის და ზუსტად იმას უფრთხილდები როგორც გაუფრთხილდებოდი შენს ოჯახს ხო აი ამერიკელებს მაგალითად ეს არ ქონდათ რა თქმა უნდა მინდა აღვნიშნო რომ ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული და ყველაზე პროფესიონალური ქვედანაყოფი არის საზღვაოქვეითთა კორპუსი იმიტომ რომ სწორი ღირებულებებით ზრდიან ჯარისკაცებს იქაც უყოყმანოთ მზად არიან საკუთარი სამშობლოს დასაცავად, საკუთარი სამშობლოს სახელის დასაცავად და რაღაცები ჩვენც ვისწავლეთ მათგან, ბევრი რამე ვისწავლეთ, მაგრამ თვითონ ამერიკელი საზღვაოქვეითების ანუ ოპერაციაზე რომ მიდიოდა იყო ხოლმე ანუ ერთობლივი ოპერაცია, სადაც ესე ვთქვათ joint operation იყო, ანუ გაერთიანებული, სადაც საზღვაოქვეითებიც იყვნენ ჩართული, ჩვენ ქვედანაყოფიც და ავღანურ ძალებსაც ვიხმოვდით ხოლმე მხარდაჭერის კუთხით ყველა აღნიშნავდა უხაროდა ჩვენთან ერთად ყოფნა, ანუ ჩვენთან ერთად მონაწილეობა, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ჩვენ უკან არ დავიხებდით არასდროს. და თვითონაც სულ იძახდნენ რომ აი ხა საზღვაოქვეითებს და არმიელებს თავისებური ის აქვთ ერთმანეთში, ვერ იტანენ კონკურენცია და საქართველოს შეერთებული ძალებიო 10 ჯერ უკეთესია ვიდრე ჩვენი არმიაო და ესეთი ხუმრობებიც იყო ხოლმე. მაგრამ ზოგადად თვითონ ავღანეთმა ამ საბრძოლო გამოცდილებამ რომელმაც იქ მივიღეთ ხო კიდევ გავიმეორებ რომ დავბრუნდით იქიდან მქონდა ხოლმე ხა სანამ ავღანეთში წავიდოდით ნუ ჯარისკაცის ყოველდღიური ცხოვრება კი ვიცი ხლა ოდესაც 500 კაცთან გაქვს ურთიერთობა ვიღაც რაღაცას დააშავებს ხო რაღაც ბავშვურად რაღაც წავა რაღაცას გააფუჭებს სამართალდამცავ ორგანოებთან ექნება პრობლემა ან ვიღაცას ეჩხუბება ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმდენად შეცვალა ცნობიერება თვითონ ჯარისკაცების რომ აი რო დავბრუნდით ავღანეთიდან აი ძალიან გამიადვილდა უკვე ქვედანაყოფთან ურთიერთობა იმიტომ რომ აღარ იყო საჭირო რაღაცაზე ჩიჩინი რაღაცაზე 9 ჯერ 10 ჯერ გამეორება ერთი ნათქვამი და იქ განსაკუთრებულად იგრძნობოდა ერთმანეთის პატივისცემა იმიტომ რომ ბრძოლა გამოვლილი ქვედანაყოფი სხვა ღირებულებები იქნება მიხვდით ანუ ამ ღირებულებებს არავინ შავი თეთრზე არ წეს ეს ცნობიერებაში ყალიბდება და აი ამ ჩვენ პარტნიორებთან გავლილ მასწავლებებმა ზუსტად ეს ღირებულებები ჩამოგვიყალიბა რომ აი რაღაცა არ შეიძლება იმიტომ არ შეიძლება რომ არ შეიძლება რა შენ ჯარისკაცი ხარ და ეს არ შეიძლება რა აქ არ მაქვს მხოლოდ საუბარი სადისციპლინო წესდებაზე ან კონსტიტუციაზე ან საკანონმდებლო წესდებებზე და ასე შემდეგ უბრალოდ ადამიანის მენტალობაში ჯდება რაღაცა რაც არის მიუღებელი ჯარისკაცისთვის და ეს მერე უკვე აისახება სამოქალაქო ცხოვრებაშიც
და პირადად მე თვითონ შემიძლია თქვა, რომ ყოფილი ჯარისკაცი არ არსებობს. იქ ჯარისკაცი ხარ ერთხელ და რჩები სამუდამოდ. გეთანხმები. უნდა გკითხო აუცილებლად გადარჩენილ სიცოცხლეებზე, როგორც პარტნიორების მხრიდან, ასევე ქართველების მხრიდან. იყო პერიოდი, როცა ჩვენ რიგითი მოქალაქეები ვიყავით ინფორმირებული ამის შესახებ, თუმცა მე სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე ყველაფერი დაიხურა და მიიჩქმალა, მაგრამ ის ვიცით რომ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს ქართველებმა და ვიცით რომ ქართველების სიცოცხლეებიც არის გადარჩენილი. კი. იქნება გითხრა რაღაცა ამის შესახებ. კონკრეტულად ღია წყაროებითაც შეიძლება ამის მოძიება მაზარი შარიფში, როდესაც გერმანიის საელჩოს დაესხნენ თავს თალიბები, მაშინ მეორე ბრიგადის დაზვერვის ასეული იყო მისიაში და მთელი პერსონალი უსაფრთხოდ გამოიყვანეს ამ შენობიდან მათი პროფესიონალიზმის დამსახურებით. და ეს ბიჭები ერთად ვიყავით ჩვენ ავღანეთში პირველ მისიაში, შემდეგ უკვე ცალკეული ასეული იყო მივლინებული მაზარი შარიფში. პირადად ჩემ ბატალიონთან იყო ესეთი შემთხვევა, კონვოიში მიდიოდით, ასე ვთქვათ, მოტორიზებული პატრული იყო და საზღვაო ქეითების მანქანა აფეთქდა და ჩვენმა ჯარისკაცებმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ამოიყვანეს საზღვაო ქეითები. და ეხა აფეთქების ტალღა იმდენად ძლავრი იყო, რომ ზოგი დაახლოებით 4 სამხედრო მოსამსახურო იყო, 2 უგონოთ იყო და 2-ს დეზორიენტაცია ჰქონდა. ეხა თუ სპეციალურ მომზადება არ გაქვს გავლილი და თუ არ იცი, ემრაფში ვერ შეხვალ და ვერ გამოხვალ, იმიტომ რომ ცოდნა უნდა ამას. რთული ჯავშან, ასე ვთქვათ, ტრანსპორტიორია აქვს, კოშკურა აქვს, მძიმე კარებები და უნდა იცოდე როგორ უნდა იმოქმედო ამ სიტუაციაში. და საკუთარი რისკის ფასად მინდა აღვნიშნო ეს, რომ იქ შეიძლებოდა ყოველ წუთას აფეთქებულიყო ეს ჯავშან მანქანა, იმიტომ რომ არის საწვავი, არის საბრძოლო მასალა, ბიჭებმა მაგრად ივაშკაცეს და ეს საზღვაო ქეითები გადაარჩინეს. მედლებიდაც დაჯილდოვდნენ შემდეგ ამერიკული მხრიდან. იყო ესეთი შემთხვევაც, ჩვენ ჯარისკაცი დაიჭრა თალიბანის სნაიპერის ტყვით. შემდგომში გარდაიცვალა კაპრალი რამაზ დავითაია, ჩემ ბატალიონის ჯარისკაცი იყო და ანუ როგორ არის იცით, როდესაც იძახებ სამედიცინო ევაკუაციას, მოთხოვნაში არის, რომ უნდა იყოს მწვანე, სადაც ჩდება. ანუ მწვანე ნიშნავს ქვედანაყოფი, ანუ მოწინააღმდეგე არ უნდა იყოს, ანუ ქვედანაყოფის კონტროლის ზონა უნდა იყოს რა. უშუალოდ ბრძოლაში სამედიცინო ევაკუაციის განხორციელება არ შეიძლება, იმიტომ რომ ვერტფრენი პირველი სამიზნეა თალიბებისთვის და იქ უკვე დრო წამები წყვეტავდა, იმიტომ რომ ტყვია, რომელიც დავითაიას მოხვდა, მარჯვენა იღლიის ქვეშ და მთლიანად სხეული გაიარა, გამჭოლი და გამოვიდა მარცხენა იღლიის ქვეშ და მარჯვენა ლავიწის წვლიდან. წარმოიდგინეთ, ძალიან ჩვენ რო შევხედეთ, გვეგონა უკვე გარდაცვლილი. და მაშინ ჩვენმა ამერიკელმა მოკავშირემ კაპიტან მეთიუ ვორთენბი იყო, რომელიც დაზვერვის ხაზით იყო ჩვენთან მოვლენებული, საკუთარ თავზე გამოიძახა ეს ვერტფრენი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც კოალიციური ჯარების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები ვიყავით და იმდენად არ გარისკავდნენ მაინც ქართველი ჯარისკაცის გულისთვის, იმხელა შავქორს არ დაგიჯენდნენ შუა ბრძოლაში. საკუთარ თავზე გამოიძახა ვერტფრენი, რომ იცოდა რომ იქ წამები წყვეტდა უკვე გადაარჩინეს, დავითაია გადაარჩინეს, თუმცა იმდენად ძიმე დაზიანებები ჰქონდა, პარალიზებული დარჩა დაახლოებით 3 წელი იცოცხლა ამჯერობების მერე და მაინც გარდაიცვალა. უნდა გკითხო აუცილებლად თვითონ მართვასთან დაკავშირებით, მართვის სხვაობასთან დაკავშირებით და საქართველოს როგორც პატარა ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია დიდი რესურსები, ხო? თქვენ კი წვდომა გქონდათ ყველაფერთან, ხო? ანუ ვერტფრენთან, თვითმფრინავთან, артиლერიასთან, ყველაფერთან იმ ბრწყალებში ფუფუნებასთან, რომელიც საქართველოში არ ჰქონდათ. აი ამისი ათვისება რამდენად სწრაფად მოხდა და რამდენად ეფექტური იყო ზოგადად, აი ქვეცნობიერულად და გინდა ცნობიერშიც, რამდენად ეფექტური იყო ამ ყველაფრის გამოყენება. კი, აი, უბრალოდ რომ დავყოთ ეტაპები ჩვენი მომზადების, გადაწყდა, ქვედანაყოფი მიდის ავღანეთის მისიაში. სანამ ავღანეთში წახვალეს სპეციალურ მომზადებას გადიხარ, იმიტომ რომ სულ სხვა სიტუაციასთან ეს არ იყო არც 2008 წლის საომარი მოქმედებები, ეს არ იყო არც ერაყის მისია, ეს იყო სრულიად განსხვავებული. გველოდებოდა შეხება უჭკვიანეს და არ ვიცი, ალბათ უგამოცდილეს მოწინააღმდეგესა, რომელიც რა ვიცი, ალექსანდრე მაკედონელის დროიდან ომობენ და არაერთი სამხედრო კამპანია ყავთ დამარცხებული ბრიტანეთის მოგეხსენებათ ამერიკაც
დამარცხებული გავიდა ავღანეთიდან, ხო ასეა 20 წელი ვერ მიაღწიეს იმას რის გულისთვისაც იქ შევიდნენ, იმიტომ რომ ძალიან რთული ხალხია. ანუ იმდენად ღრმად არის გამჯდარი თალიბანის ფესვები ავღანეთში, რომ ჩემი აზრით როგორც ახლა არ გამოვდგები მე მაგის ანალიტიკოსად, მაგრამ ეს ამის ამოძირკვა შეუძლებელია. მენტალობაში აქვს ეს ხალხი. ანუ ვეცნობოდით მათ კულტურას, რასთან გვიწევდა შეხება, რა თქმა უნდა, იყო ფიზიკური მომზადება, იყო საცეცხლე მომზადება, იყო ტაქტიკური მომზადება და შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, დასკვნითი ფაზა იმართებოდა გერმანიაში ჰოჰენფელსის მულტინაციონალური შეფასების ცენტრში. ანუ ეს ჰოჰენფელსის ტერიტორია, ესა გერმანიის ტერიტორიაზე, მაგრამ ამერიკული სამხედრო ბაზაა. აი, როგორ ვთქვა, ანუ პირველად რო ჩავედით იქ, ზღაპარში მოვხდით. ანუ ყველაფერი არის, ყველაფერს გასწავლიან. ელემენტარული მე პირადად გავყევი საბრძოლო მედიკოსების სწავლებას რა. მაინტერესებდა რა სასწავლიან ახლა. ბატალიონის სერჟანტი ვიყავი და უშუალოდ ჩემი უშუალო მოვალეობა ინდივიდუალური მომზადება, სამხედრო სამსახურების ინდივიდუალური მომზადებაზე დაკვირვება და კორექტირების შეტანა უშუალოდ ბატალიონის სერჟანტის ფუნქციაში შედის. მაინტერესებდა როგორ ამზადებდნენ საბრძოლო მაშველებს. ამ სიმულაციურ ოთახში შევედი, მეგონა ბრძოლის ველზე თავი. ჩვეულებრივი დარბაზია, ისმის რაღაც აფეთქებების ხმა, ყვამლი, სიბნელე, ამ ტალახია და სისხლში აზელილი მიწა, იქით ვიღაც ყვირის, მიშველეთ, ფეხი აქვს მოგლეჯილი, სისხლი ასხავს. აი, ჩვეულ რეალობა. კინოში მეგონა თავი, მეთქი საადა ვარ, გერმანიაში ვარ თუ ავღანეთში და ჯარისკაცი უკვე სტრესის ქვეშ ვიღაცა უყვირის დროზე ლახტი დაადეკვდება შენია, ხო ხდები რა ფსიქოლოგიური სტრესი და ჯარისკაცები გამოდიოდნენ იქიდან, აი გაშტერებულები იყვნენ, სად ვიყავი თუ ეს რა იყო. ანუ იმდენად ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს, რომ ანუ მაქსიმალურად გიქმნიან იმ ყველა კომფორტს, რომ შენ მიხვიდე იმ ზღვრამდე, რომელიც ზღვარი საშუალებას მოგცემს, რომ ჩახვიდე ავღანეთში და გადარჩე. იქიდან ცოცხალი დაბრუნდე. რა თქმა უნდა, ეს მარტო ტაქტიკას არ შეეხება, იქ ვიყენებდით ძალიან ისეთ საშუალებებს, ანუ სათვალთვალო და სპეციალურ ოპტიკურ საშუალებებს, რომლებზეც საიდუმლო დაშვება იყო საჭირო, ანუ ნატოს საიდუმლო დაშვებას ითხოვდნენ. სხვანაირად ყველას არ ქონდა მაგაზე უფლება რომ შეხებოდა და ეს საცეცხლის მხარდაჭერის საშუალებები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანული ქვედანაყოფები ყავდა ავღანეთში, 120 მმ-იანი ნავტყორცნები, ასევე ყავდა საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცერი საზღვაო ქვეითებიდან, ვინც იძლეოდა ავტორიზაციას ცეცხლის გამოძახებას. ჩვენ დამოუკიდებლად ვერ ვიძახებდით. ანუ ახლო საჰაერო მხარდაჭერა ჰაერიდან და საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერას უკვე ისახორციელებდა იმასთან კოორდინაციაში. ეს აწყობილი იყო საათივით მექანიზმი და ეს მუშაობდა ეფექტურად. აი წარმოიდგინეთ რამხელა კომფორტია, როდესაც მიდიხარ პატრულში, მოხდი ჩასაფრებაში, ხო? და danger close, ანუ ახლო ბრძოლა არა, ანუ დაახლოებით შეიძლება ფრონტი იყოს 100-150 მეტრი, ხშირად ნაკლებიც. და როდესაც საცეცხლე მხარდაჭერას ვიძახებდით, ქირურგიული სიზუსტით, კოორდინატს რო გადავცემთ, ზუსტად იქ ურტყავდნენ. ანუ ხო არის ახლა D30, მაგალითად ჩვენს ძირითად საარტილერიო შეღებაზე მაქვს საუბარი, D30-ს რო ისვრი, სად დაეცემა ღმერთმა უწყის, ხო? აი ჰაიმარსი მოფრინავდა 5-10 მეტრის სიზუსტით. და ახშობდა საცეცხლე წერტილებს, რომლებიც ჩვენს ქვედანაყოფებს უქმნიდნენ საფრთხეს. თქვენი ეფექტური მუშაობიდან გამომდინარე, როგორც ერაყიდან მოყოლებული, ალბათ კოსოვოდან მოყოლებული ეს ჯობია რო ვთქვათ, გახდა დადგა დღის წესრიგში მაღალი მოთხოვნა თქვენი ევროკავშირის მისიაშიც, ხო? ანუ ნატოსგან განსხვავებული, ანუ მეორე ორგანიზაციაში და რომლის ლიდის ფრანგები იყვნენ ძირითადად კრიტიკოსები, ანუ პოლიტიკურ ასპექტში კრიტიკოსები ფრანგები და გერმანელები ჩვენი აი ამ ორგანიზაციებში ინტეგრაციის. გითხარი რა სტრუქტურით ჩაერთე შენ უკვე ევროკავშირის მისიაში და როდის? ნუ ევროკავშირის მისია დაიწყო ესე ვქვა EU4, ანუ European Forces დაიწყო 2015 წელს და პირველი ქვედანაყოფი იყო ადრილის ცალკეული ბატალიონი. ნუ 200-ლის დონის ქვედანაყოფი გაიგზავნა ამ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. სად ტარდებოდა ეს ოპერაცია? ეს იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, დედაქალაქი ბანგი.
მდინარე უბანგის სანაპიროა, კონგოს ერთ-ერთი მთავარი შენაკადია და ანუ ქვედანაყოფის მთავარი დავალება იყო პოკოს ცენტრალური აეროპორტის უსაფრთხოება, იმიტომ რომ ან თვითონ ცენტრალურ აფრიკაში არის ორი რადიკალური დაჯგუფება, ერთინი არიან მუსულმანები, მეორენი არიან ქრისტიანები. მაგათ არც მუსულმანობის და ქრისტიანობის არაფერი სხიათ. უბრალოდ რელიგიური ნიშნით არიან გაერთიანებულები და ბოკო ჰარამია და ბალაკა ესე ეძახიან. ბოკო ჰარამი არის უფრო მუსულმანური და ამ ISIS-ის იდეების გამტარებელი ორგანიზაცია იყო და გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი სისასტიკით. ბალაკა ამათ წინააღმდეგებოდა და არ არსებობდა საერთოდ ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა მათ. რა თქმა უნდა, ევროკავშირს თავისი ინტერესები აქვს, განსაკუთრებით როგორც თქვენ ამბობთ, ფრანგებს აფრიკაში და ამ მიზნით იქ გაიგზავნა ევროკავშირის მისია. ესე იგი, ქვედანაყოფებიდან იყო ძირითადად დატვირთვა მოდიოდა უცხოურ ლეგიონზე. უცხოურ ლეგიონის 2 ბატალიონი იდგა მაშინ ბანგიში და ჩვენი ასეულო ჩავიდა, ჩვენ ასეულმა დაიწყო უკვე ქალაქში პატრულები, ჩეკპოინტების მოწყობა და მაქსიმალურად ამ ბანდ ფორმირებების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა რა. უკვე რო ხედავდნენ ჩვენ ჯავშან ტრანსპორტიორებს, ჯარისკაცებს, ქართველები ჯერ გვაკვირდებოდნენ, მე საქმეში ცოტა ინახეს როგორ მოქმედებდით, უკვე შედარებით ჩრდილოეთ ნაწილისკენ გაიწიან ჯუნგლების მხარეს. ანუ აეროპორტს მოშორდნენ ესე რომ ვთქვათ. მერე უკვე ჩემი ბატალიონის ერთი ასეულმა ჩაანაცვლა ეს ხალხი, მეც გავყევი დაზვერვის ანალიტიკოსის თანამდებობაზე ვიყავ იქ, ანუ ძირითადად შტაბიდან მიღებული ინფორმაციების დამუშავება და ქვედანაყოფამდე მიტანა მევალებოდა და იქიდან რომ დავბრუნდით, ფრანგმა გენერალმა მისის ხელმძღვანელმა მოითხოვა 5 ჩვენი ასეულიდან 5 კაცი თავის განკარგულებაში. უშუალოდ ვექვემდებარებოდით გენერალს. მე და 4 სამხედრო მოსამსახურე. ჩვენ ვიყავით ესე ვთქვათ სწრაფი რეაგირების ჯგუფი და პლუს მაგას გენერალი, როდესაც გადიოდა ბაზიდან, გენერლის უსაფრთხოება. ძალიან დიდი პასუხისგებლობაა, ხო? და რატო აგვარჩიეს ქართველები მაინც და ხო, როცა უცხოური ლეგიონი იყო. უცხოური ლეგიონი იყო იქ და პლუს ამას ის ბაზა, რომელზეც ჩვენ ვიყავით დისოცირებული, გაეროს ჯარებით იყო, ეგვიპტის ქვედანაყოფები იყვნენ, სენეგალი, პაკისტანი, რავი, გაეროს, ასე ვთქვათ, სამხედრო კოალიცია იყო განთავსებული ამ ბაზაზე, მაგრამ კონკრეტულად ქართული სპეციალური წერილით მოითხოვა ბრიუსელიდან, გადმოამისამართეს ეს წერილი და ჩავედით, 6 თვე ვიყავით მაშინაც იქ და პირადად მაქვს გენერლის მადლობა მაქვს მიღებული 5-ივეს ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს. ეს ფრანგებმა რო ნახეს ეს მადლობის წერილი, თუ ეს რო შეშურდათ რა ამ ჯარისკაცებს, რომ შენ გენერალი გახდებიო ჩვეულებრივად, ესეთი წერილი რო გაქვს ფრანგულ არმიაში, ეს არის რომ ერთგვარი ნახტომი იმისკენ რა, კარიერული ნახტომი, ჩვეულებრივად ამ წერილის საფუძველზე იქაც მძიმე კონტაქტი მოგიწიათ, როგორც სწრაფი რეაგირება. კი, ანუ ერთს გამოყოფდი, ტაკებები იყო და გენერალი გასული იყო, ჩვენი 3 კაცი ყავდა წაყვანილი, 2 ბაზაზე ვიყავით, ანუ ერთი მძღოლი და მე. და მართვის ცენტრიდან დამირეკეს, რომ გჭირდებიო სასწრაფოდ მივედი, პოლონელი ოფიცერი იყო მართვის ცენტრის, ასე ვთქვათ, ზედამხედველი, ბრძოლის კაპიტანი და ანუ იმ შეტაკება, სადაც მიდიოდა იმ ქუჩაზე, გაეროს მცირე ოფისი იყო და იქ იყო ჩვენი 2 წარმომადგენელი. თან ამავდროულად ჩვენ გვევალებოდა ეს უკვე იყო EUMAMI, ასე ვთქვათ, European Union Military Advisor Mission. ანუ სამხედრო მრჩეველთა მისია იყო და ამ ხალხის სამხედრო მაღალჩინოსნების უსაფრთხოებას გვევალებოდა. და მე ვთხარი რა ხდება და ანუ 2 კაცი ყავსო გარეთო რა, იმ ოფისშიო ჩაკეტილებიო და ვერ გამოყვავსო. თან გენერალი წასულია, სწრაფი რეაგირების ძალების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერი ქვედანაყოფი იყო ესპანელები. ესპანელი სპეციალური დანიშნულების ძალები იყვნენ, ჯანშვა ტრანსპორტიორები. ჩვენ არ ყავდა ჯანშვა ტრანსპორტიორი, ჩვენ ჩვეულებრივი B6-ის მარკის Land Cruiser 200-ები. მე ვთხარ წავალთ მოვიყვანთ, არ არის პრობლემა. როგორ არავინ მეთქი, ისინი საფრთხეში არიან, ჩვენ მაგიტოვართ აქ, რომ ისინი გადავარჩინოთ. დინარე ცოტა ეშმაკობა ვიხმარე, რა, პირდაპირ რომელი რემბო და სტალონე ჩვენ ვიყავით, რომ ბრძოლა-ბრძოლით გაგვეკაფა, ხო, ეს საშინელებებს აკეთებდნენ ენით აღუწერილს, რა, ცოცხლად წვავდნენ ერთმანეთს. დინარის დონე იყო ძალიან დაკლებული, გვალვის პერიოდი იყო და დინარის კალაპოტით წავედით. მანქანა კი დავანგრიეთ, მაგრამ დინარის კალაპოტით ავედი უკანა მხრიდან მივუდი კინოფის, ჩავსვი ესენი
მოეჩვეულებოდ ერთი ტყვია არ გამისვრია ისე და გენერალმა იქ წესი იყო ესეთი რომ ლუდზე გეპატიჟებოდნენ რა რაღაც ის იყო რა ვქე დიდი ჭურვი ეკიდა და იმ ჭურს ერთხელ რომ შემოკრავდი შემთხვევით რომ გახახუნებოდი და ხმა გამოეცა ეს იმის ნიშანი იყო ყველას თითო ლუდზე პატიჟებდი და ყველა ერიდებოდა იმ ადგილზე თუ შემოკრავდი ესე იგი ყველას ეპატიჟებოდი რამდენიც გინდა და გენერალმა დაგვიძახა მეთქი რა მოხდა ტაში დავიკრეს ეს ჩვენი ჯგუფი რო შევედით მე ვიფიქრე ეს სამნი რო ეხდნენ გენერალს იქ მოხდა რაღაცა ის არც მახსოვდა ის ორი კაცი რომ მოვიყვანეთ ჩვენები და ამათმაო ჩაიდინეს უმაგალითო გმირობაო ესეო შუა ცეცხლიდანო ბრძოლის ველიდან გამოვიყვანეს ჩვენი ორი ახი ვინქნა ეს თუნდაც ჩვენზე იძახის ის ევაკუაცია რო გავუკეთეთ და ძალიან ასე ვთქვათ ორჯერ ბრიუსელში გააგზავნა მადლობა ჩვენ შესახებ რა ჩვენს წარმომადგენელი მაშინ ბატონი მაქსიმე ტოტოსაშვილი იყო ჩვენი ატაშე რომ უკან გზაზე რომ მოფრინავთ პარიზში დახვდა და ეს ქართულ ჯიგრულად რო ვთქვათ მაღარი ჭიკის რა დავიმხეთ თავზე პარიზში ერთ-ერთი რესტორანი და ძალიან გაუხარდა რომ ეხა მისიის ხელმძღვანელი სამარცვლავიანი გენერალი მადლობას აგზავნის ბრიუსელში ეს უკვე ქვეყნის პრესტიჟია ხო იქ არ ეწერა რომ იქ ლევან ჯანგირაშვილმა ქნა ეს თუ ალექსანდრე ზურაბიანმა ქართველმა ჯარისკაცებმა ესეთი რაღაცა გააკეთეს და ერთგვარი სიამოვნების ასე ვთქვათ განცდაა რომ შენი ქვეყნის სახელს რო ასახელებ და თუ რამეს ვაკეთებდით მხოლოდ მაგით ვაკეთებდით ჩვენს ლევან რა გახდა წამოსვლის მიზეზი? როდის წამოხვედი? 2018-ში წამოვედი და გეტყვით რატომაც მე შეერაღულ ძალებში რომ მივედი მქონდა იდეა იმის რომ მომზადებულიყავი მებრძოლა ჩემი ქვეყნისთვის და მომემზადებინა ჩემი თანამებრძოლები, ჩემი ჯარისკაცები, ვინც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებდა და გაგვეზარდა თაობები აი ამ ასე ვთქვათ სულისკვეთზე. ამ სულისკვეთებით ამ ბაზისზე. არ ვიტყოდი პოლიტიკური ნიშნით ვიდევნებოდი ან რამე. არასდროს მე პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილი ვარ, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილი ვარ, მაგრამ მე მქონდა იდეა, რასაც ვემსახურებოდი და ერთ დღეს მივხვდი, რომ ეს იდეა აღარ მქონდა. იმიტომ რომ როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გეტყვის, რომ საბრძოლო მომზადება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ომი აღარ გვექნება, ძალიან წინააღმდეგობაში მოდის ჩემს აზროვნებასთან, იმიტომ რომ როგორ არ გვექნება ომი. თუ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგვა შევეგუებით, კი ბატონო, არ გვექნება ომი, მაგრამ არ უნდა შევეგუოთ. იმიტომ რომ ეს ქართული მიწაა და დღეს იქ დამპყრობელი დგას. ამას ძალით წართმეულს უამრად არავინ დაგვიბრუნებს. ესაა ჩემი პოზიცია. და რო დავინახე, რომ ეს იდეა აღარ არსებობდა, ალბათ არასდროს არ ვიქნებოდი, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. დღეს ბევრი ჩვენი თანამებრძოლი მსახურობს, ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მინდათ ყველას წარმატება უსურვო, მაგრამ მე ვარ და ჩემი შეხედულებები მაქვს და ის ჩავთვალე საჭიროთ, რომ ეს იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. ჩემი თავი ვეღარ დავინახე უკვე შეერაღულ ძალების შემადგენლობაში და გადავწყვიტე რომ წამოსულიყო. ძალიან სამწუხაროდ. სულ ბოლო კითხვა უნდა დაგისვა ახლა. უკრაინაზე დაკვირვების შედეგად. უკრაინელი ჯარისკაცები 2014 ან თუნდაც 2022-ისთვის რომ ყოფილიყვნენ მაგალითად აი იმ გამოცდილებით, რა გამოცდილებაც ჰქონდათ ქართულ ჯარისკაცებს. როგორ ფიქრობ, შეიძლება სხვა შედეგი თან ქონოდა საქმე? კი, რადიკალურად სხვა შედეგი დადგებოდა. ხაზს გაუსმევდი, ძალიან ჩემი ბევრი მეგობარია, ჩემი, ვინც ახლო შეხება აქვს ამ თემასთან, ვინც მონაწილეობდნენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში და მეტნაკლებად ვიცნობ იქ მიმდინარე, ასე ვთქვათ, სიტუაციას. ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ჩავარდნა, რაც გამოიწვია, რაც გამოიხატა იმით, რომ პირველ ასე 2014-დან შემდეგ 2022-ში რუსულმა ქვედანაყოფებმა ერთგვარ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მართვა. მართვაში იყვნენ აი ისევ საბჭოთა გადმონაშთები, კორუფცია და ესეთი რაღაცა, რაც ალპობს და რაც ანადგურებს ჯარის სულისკვეთებას, ზუსტად ის ნიშნულები გამოიკვეთა იმ პერიოდში და
კიდე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ქართველმა ინსტრუქტორებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ანუ ქვედანაყოფების, ასე ვთქვათ, სტანდარტიზაციაში, იმიტომ რომ ზუსტად ეს გამოცდილება მივიდა იქამდე და აი ამ გამოცდილებაზე აშენდა შემდეგ უკვე ქვედანაყოფები, გაიზარდნენ ლიდერები, რომლებმაც უშუალოდ ბრძოლის დროს გამოიჩინეს თავები და აი მაშინდელი სიტყვაზე იმ პერიოდში რო იყო ვიღაცა ოცეულის მეთაური, დღეს ბატალიონის მეთაურები არიან და ანუ გაიზარდნენ. მაგრამ ამ ეტაპზე, ამ გადასახედიდან ვიტყოდი, რომ უკრაინის შერეული ძალები დღეს არიან ძალიან ზედანიშნულზე და არ ვიცი, ალბათ ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო არმია, თუ ვინმე ყავს, ეს არის უკრაინა, იმიტომ რომ ფაქტია ამხელა მონსტრს ეომება უკვე მე-4 წელია, ხო? და არ ვიცი. ძალიან კარგი იქნებოდა თუ მოხდებოდა ასე ვთქვათ, კავშირი ჩვენ ქვედანაყოფებთან, ჩვენ შერეული ძალებთან და მათ გამოცდილებას გავიზიარებთ, იმიტომ რომ ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, ერთი ყავს, ეს არის რუსეთი და მათი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარებოდა ჩვენ ზუსტად იმ მოდელის მორგებაში, რომელიც გაგვიადვილებს ჩვენი მიზნების მიღწევას, თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ლევან, დიდი მადლობა.